Am წუთებში ვაკის სამების ტაძართან მრევლია შეკრებილი მოქალაქეები მამა შალვა კეკელიას და სხვა სასულიერო პირებს მხარდაჭერას უცხადებენ. მრევლმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობისას აქციის მონაწილეები ტაძართან მივიდნენ და სასულიერო პირებთან შელაპარაკება მოხდა. მარიკა შალიკაშვილი ჩაგორთვება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარიკა, მოგესალმები, რასაც ხადებს ტაძარში შეკრებილი მრევლი და რა ხდება ახლა ადგილზე? დიახ მარიამ, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ წუთებში მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ტარდება მწუხრის ლოცვა, რომელსაც აღავლენს ტაძრის წინამძღოლი მამა შალვა კეკელია. ნაწილი მრევლისა სწორედ იმყოფება ახლა ტაძარში. აქ შეკრება მოქალაქეებმა დაიწყეს დაახლოებით 5 საათზე და ჩვენთან ინტერვიუებში ისინი აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ გადაწყვიტეს ტაძართან მოსვლა. გუშინ რაც მოხდა, გუშინ სწორედ ტაძრის ტერიტორიაზე ინციდენტი და დაპირისპირება მომიტინგეების ნაწილის მხრიდან და მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს გვერდით დაუდგნენ როგორც მათ მოძღვარს მამა შალვა კეკელიას, ასევე ზოგადად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. აქ შეკრებილები აცხადებენ, რომ ენა მამული სარწმუნოება არის ის მთავარი ღირებულებები, რომელზეც დგას ეს ქვეყანა. ისინი გმობენ ძალადობას და აცხადებენ, რომ უკვე არაერთი შემთხვევა არის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის და სწორედ ამის გასაპროტესტებლად ისინი დღეს შეიკრიბნენ. აქ, როგორც უკვე გითხარით, მრევლის ნაწილი ამ წუთებში ესწრება ლოცვას, ეს არის მწუხრის ლოცვა, რის შემდეგაც უკვე 7 საათზე ჩატარდება მშვიდობის პარაკლისი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ლოცვის დაწყებამდე ჩაგვეწერა თავად ტაძრის წინამძღოლი მამა შალვა კეკელია. მან განაცხადა, რომ ის არ ყოფს ადამიანებს სხვადასხვა მხარეებად, რადგანაც თითოეული ამ ქვეყნის შვილი არის, ღმერთის შვილი. მან კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა. მან განაცხადა, რომ თავის პარაკლისშიც რამდენიმე დღის წინ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად წარმოუდგენელი არის ნებისმიერი ადამიანის განჩადენილი ძალადობა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა ის, რომ წლების განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა. ეკლესია ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ჩვენთვის ყველანი არიან ჩვენი შვილები და ეკლესია არ ყოფს ამ მხარეს და იმ მხარეს, რომ ყველა მხარეს ჩვენები არიან და ყარშილება ჩემთვის რომელიმე სხვა იყოს და პირადად მე და ჩემი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ არ შეიძლება ადამიანებს კონდეს სიძულული სენა და ადამიანები ერთმანეთს რაღაცა განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს უპირისპირებენ. ასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში, რომ ადამიანებს არინდობენ ერთმანეთს იმის გამო, რომ ადამიანს სხვა აზრი აქვს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ადამიანის განსხვავებულას პატი უნდა ვცეთ. ამას ეთანხმება თუ არ ეთანხმება. რაც შეეხება გუშინდელი ინციდენტს, დიდი ხანი ამზადებდნენ ჩემს თავდასხმას, ამ ეკლესიას თავდასხმას, პირადად ჩემზე უნდა ამ თავდასხმის განხორციელება, მაგრამ ეს ჩემზე დავწერილ ეს არის ეკლესიას თავდასხმას ნიშნავს და არ შეიძლება რაც წლების განმავლობაში მიდის პროპაგანდა ეკლესიის წინააღმდეგ და ეკლესია გძლებს აშაებენ. არ მინდა იგივე რაღაცა შესახალგაზრდების მოხდეს და ესეთივე დამოკიდებულება ამ ადამიანებს ჰქონდეთ გძლების მიმართ. ჩვენ შეიძლება გძლებს რაღაცები გვეშლებოდეს, როგორც ყველა ადამიანს რაღაცა ეშლება, მაგრამ ეს არ შეიძლება განზოგადდეს ეკლესიას, რომ ეკლესიის გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოგიდგენთ მე და საქართველოში. ჩვენ ამ იდენტობაზე ვდგავარ და არ შეიძლება ამას შეეხო და ამ წინაშე შეეხო. ქართული ხალხის ჯანსაღი ნაწილი ერთიანდება ენა მამული სარწმუნოების გარშემო. ეს არის ჩვენი ფუნდამენტი. გუშინდელი ეს შეურაცხყოფა და თავდასხმა ეკლესიაზე უკვე მრავალი წელია, არ ვიცი უკვე რა დავარქვა. და სოლიდარობას და გვერდჩიტგომას უცხადებთ დედა ეკლესიას, მამა შალვას, ყველა სასულიერო პირს და ჩვენ მეორე მხარეს ასე არ ვყოფთ და მათაც მოუწოდებთ, რომ არიან შეცდომას შეყვანილები და ადრე თუ გვიან მიხვდებიან და სწორ პოზიციაზე დადგებიან. შეკრების მიზეზია პირველ რიგში რაღაცა პანიკამ რომ მოიცვა პირველი ჩვენვე წინააღმდეგებით ყველანაირ დაპირისპირებას. გუშინ რა ფაქტიც მოხდა, ყველა ვაპროტესტებთ მამა შალვას და დედა ეკლესიას ვანახებთ, რომ ჩვენს ვარსებობთ მართლმადიდებლები მათ გვერდით. არანაირი დაპირისპირება, პირიქით მშვიდობა რა თქმა უნდა და გამოვხატეთ ჩვენი პროტესტის ცოტა მეტაკილება ამ ყველაფერს. ჩვენი გულშემატკივრობა მართლმადიდებლობის და მოძღვრების წინაშე. ჩემს სულიერ მოძღვარს მინდა ცხოვრებაში პირველად თვითონ ყოველჯერზე სიხარულში, ბედიერებაში განსაცდელი შამს, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის, ყოველთვის ტკივა ჩვენი ტკივილი და მე მინდა რომ დღეს პირველად დავდგე მის გვერდით, ჭირდება ჩვენ მის გვერდით თქომა დღეს აუცილებელია და ჩვენ აუცილებლად მის გვერდით უნდა ვიდგეთ ყველანი, იმიტომ
რომ ძალიან ისე ხვარწევათ რა ყველაფრის და მე მგონი უბრალოდ ვიცავთ მართლმადიდებლობას, ვიცავთ ჩვენ სულიერ მოძღვარს და ვიცავთ ჩვენს ოჯახებს. მოვედით რომ მამა შალვას აუჭიროთ ხარი ეკლესიას და აქედან ყველანი წავალთ ნახავთ როგორ აინთება ნაძვის ხე ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ დღევანდელი საზოგადოება პირველ რიგში მომართული ვართ იმისკენ, რომ იყოს ჩვენ ქალაქში მშვიდობა. აქედან მშვიდობიანად მსვლელობით მივემართებით ჩვენ ყველანი აბსოლუტურად რუსთაველზე, სადაც ავანთებთ სიცოცხლისა და მარადისობის სიმბოლოს ნაძვის ხეს და მთელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ ჩვენს ქალაქში ვეღარც ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მობრუნდება და ვეღარც 90-იანი წლები ვეღარ განმეორდება. სასულიერო პირები და ტაძრის მრევლის ნაწილი ამ წუთებში იმყოფება ეკლესიაში, სადაც მიმდინარეობს მწუხრის ლოცვა, 7 საათზე კი უკვე დაიწყება მშვიდობის პარაკლისი, აღევლინება მშვიდობის პარაკლისი, აქ შეკრებილი მოქალაქეთა ნაწილი კი უკვე დაიძრა მშვიდობიანი მსვლელობით, როგორც ისინი აცხადებდნენ პარლამენტის შენობის ტერიტორიისკენ, სადაც საღამოს 7 საათზე დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ისინი მოვიდნენ აქ ტაძარში იმისთვის, რომ საკუთარი სოლიდარობა და თანადგომო გამოეხადათ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მამა შალვა კეკელიასთვის და ამის შემდეგ უკვე ისინი მშვიდობიანი მსვლელობით მივლენ რუსთაველის გამზირზე და ნაძვის ხის ანთების ცერემონიას დაესწრებიან. მარიკა, მადლობა. მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.